ახლა კი მოდით შევხმიანოთ ბატონ ანზორ მელიას, ნობელ კარდიოლოგს, კლინიკა გულის ხელმძღვანელს. ბატონი ანზორი და კადრები ნახეთ თქვენ რომ დღეს რუსთაველზე შეიკრიბა ექიმების საზოგადოება, მათ გამოხატეს თავიანთი სოლიდარობა. მართლაც ღვაწლმოსილი 71 წლის პედაგოგის, პედიატრის მიმართ, ექიმის მიმართ, ბატონი ანზორი მეგაფონითაც გამოდიოდა სიტყვით. ბატონ ანზორ, თქვენ პრინციპში რომ ვთქვათ, სოლიდარობას იქით საჭიროებთ იმ თვალსაზრისით, რომ თქვენი ოჯახის წევრი ნიკა მელია აგერ უკვე მეორედ იმყოფება საპატიმროში, მაგრამ ეს არის ის შემთხვევა, როდესაც თქვენ გვერდში უდგახართ თქვენს კოლეგას. რამ განაპირობა ეს და რამდენად აქვს მნიშვნელობა სოლიდარობის ასეთ აქტს? მოგესალმებით. შოკირებული ვარ გუშინდელი დღიდან. ყველაფერს მოველოდი და რამე თუ გამიკვირდებოდა ამ ქვეყანაზე არ მეგონა, მაგრამ ღვაწლმოსილი პედაგოგის, ექიმის, მეცნიერის ასე აბუჩად აგდება 200 კაციანი სპეცრაზმით მაგის აყვანა, ეს იყო ძალიან გამაღიზიანებელი ჩემთვის. ადამიანისთვის, რომელსაც ყველაზე ძვირფასი ვინც ამყავს, ის ციხეში მყავს, მაგრამ ვერ მოვითმინე, ვერ დავჯედი სახლში და ჩემ ექიმებთან ერთად გამოვედით რუსთაველზე და აქ ვდგავართ, რომ სოლიდარობა გამოუცხადოთ ამ ღვაწლმოსილ პიროვნებას და უთხრათ, რომ მარტო არა ხართ, მთელი საზოგადოება თქვენ გვერდით არის. მართალია, ცოტა გულნათკენიცა ვარ. პედიატრები, რომლებიც გაზრდილებია ბატონი გიორგის, დღეს აქ არ ყოფილან. არ ვიცი რა ხდება, მაგრამ სამაგიეროდ უამრავი ექიმი სხვადასხვა სპეციალობის იყო და მინდა რომ უთხრა, რომ გამაგდეს, მაგრად იყოს, ჩვენ გავიმარჯვებთ. აუცილებლად. ბატონ ანზორ, როგორ ჩანს ამ სიტყვის გამოყენება არსებულ სიტუაციაში შეიძლება ცოტა ზედმეტი იყოს, მაგრამ რადგან გამარჯვება ახსენეთ, რაღაც გარკვეული პოზიტიური სიახლის მოლოდინში ვართ, უშუალოდ ბატონ გიორგისთან მიმართებაში. მაგრამ 44 უკვე დაპატიმრებული და ეს პროცესი არ ჩერდება. თქვენ თქვით, რომ თქვენ შოკში ჩაგარდოთ და იმოქმედა თქვენზე იმან თუ რა ფორმით მოხდა დაკავება, არა მარტო ის ვინ დააკავეს, არამედ როგორ დააკავეს. ეს ხო შემთხვევით არ ხდება, მით უმეტეს კანონმორჩილ ასაკოვან ადამიანებს, როცა ასე იჭერენ, რამდენიმე ასეული პოლიციელის თანხმობით, ღამით, ლამის პირდაპირ ეთერში გადაიცემა ეს ყველაფერი, რა მიზანი აქვს ამას? აქვს თუ არა მოსახლეობის დაშინების მიზანი და აღწევენ თუ არა შედეგს ამით? ამით შედეგს ვერ ნახავენ. კობახიძე და დინარაძე თხოვ რომ შეცვალონ ტაქტიკა, მოეშვან ამ ხალხის აყვანას, ხოლო ბატონ ბიძინას თხოვ რომ პასუხისგებაში მისცეს კობახიძე, იმიტომ რომ ამ კობახიძემ გამოიყვანა ეს ხალხი რუსთაველზე. ამ კობახიძის მოქმედების შედეგად არის ეს მდგომარეობა დღეს საქართველოში, რომ არც ერთი ევროპელი ქვეყნის ლიდერი არ გველაპარაკება, ამერიკას არ სურს ჩვენთან საუბარი. დიდ თანხებს ხარჯავენ, რომ მოაწესრიგონ ურთიერთობა, მაგრამ მოწესრიგდება მაშინ, რომ ეს ორი ადამიანი ჩასვან ციხეში და ხალხი დაიშლება და მშვიდობა დაისადგურებს საქართველოში. ბატონ ანზორ, ჩვენ უკვე ვახსენეთ და აღვნიშნეთ, რომ საქართველოში ეს არ არის რეპრესიების პირველი ტალღა, თქვენი შვილი სხვა პოლიტიკურ ლიდერებთან ერთად ასევე ციხეშია, მაგრამ აი ამ კონკრეტული ბოლო ტალღის შედეგად ჩვენ მივიღეთ, შეგვიძლია ვთქვათ მრავალი, იმიტომ რომ უკვე რიცხვი 4 ათეულს აცდა, უბრალო ადამიანები, სხვადასხვა პროფესიების წარმომადგენლები, რომლებიც 4 ოქტომბერს შეიკრიბნენ პროტესტის გამოსახატად. რა შეგიძლიათ თქვათ იმ ადამიანების იმედებზე,
იმ ადამიანების შემართებაზე, რა მიზანს ემსახურება საერთოდ ეს პროტესტი და რას ითხოვს ეს ხალხი საერთოდ ისეც, რომელიც არ იმსახურებდეს ნებისმიერი ხელისუფლების ყურადღებას. რამდენად მისაღები არის თქვენთვის, თუნდაც კობოხიძის ბოლო განცხადება ნულოვან თანადგომასთან დაკავშირებით? ეს კაცი თანაგრძნობასთან რო დავაზუსტო. მან ციფრებს. დიახ. ბატონო, ნულოვან თანაგრძნობასთან დაკავშირებით ეს ფრაზა იყო ნათქვამი, დიახ. ოჯახში არ არის გაზრდილი. ბებიები, ბაბუები არ ყოლია, მეზობლები არ ყოლია. საქართველოს მოსულა დღემდე სიყვარული და შეიძლება აი ასეთი პირობები შექმნას კობახიძემ საქართველოში. აი ახლა ვიდექი დღეს რამოდენიმე საათი აქ რუსთაველზე და ვხედავდი როგორ უღებდნენ სურათებს მომიტინგეებს, როგორ ეს პირბადე აფარებული ბიჭებმა როგორ გადაკეთეს რუსთაველის გამზირი. ამათ ვერ მოერევა ვერავითარ შემთხვევაში კობახიძე და ჯობია რა გადადგეს და სამშობლოს ეშველება. რას ნიშნავს? რევს ბოდავს ყოველ დღე, რევს, აი გაგიჟდები რა. ექიმი ვარ მე და არ უნდა ვერეოდე პოლიტიკაში, მაგრამ რაში მჭირდება მე ვინ იქნება სათავეში პრემიერ-მინისტრად ან პარლამენტის თავმჯდომარე? თავარია ხალხს შეუქმნან პირობები, ხალხი მოგცენ თავისუფლება, რომ ჩვენი ნიჭი, გამოცდილება მოახმაროთ ჩვენ ხალხს და ამას არ შვებიან და ნულოვანი ტოლერანტობა. რა ნულოვანი ტოლერანტობა? საით გაიზარდე შვილო, სად გაიზარდე ერთი მითხარი რა. ბატონო ზურ, სანამ დაგემშვიდობებით. ხო, აი შეგეშვებით ცოტა ხანში ბოლო კითხვა იმდენად არა შემოთავაზება ასეთი მედია გახდა თითქმის ერთ-ერთი საშუალება ოჯახის წევრებისა და ახლობლების მხრიდან მიმართვის თავიანთი პატიმარი ოჯახის წევრების მიმართ. მე დარწმუნებული ვარ ახლა რომ ნიკას აქვს შესაძლებლობა უყუროს ამ გადაცემას და მოგცემთ საშუალებას მასაც მიმართოთ და მის მდგომარეობაში მყოფ არა მარტო მის კოლეგებს, რომლებიც ახლა ციხეში არიან. მე ძალიან განვიცადე პატა ბურჭალაძის, ზოდელავასი და სხვების დაჭერები. მე ვერ დამარწმუნებს ვერავინ რომ პატა ბურჭალაძე ან ზოდელავა მურთაზი არის ტერორისტი. ან რას წარმოადგენდა ის სასახლე პრეზიდენტის, რისთვის უნდათ, მაგრამ თვითონ კობახიძემ აღიარა რომ მოვიტყუიეთო. ესე დაგეგმილი სცენარი ქონდა და ესენი გაევდნენ მაგაში. ან ნიკას ეს სინდისის პატიმრები, ბიჭები, არაჩვეულებრივები, ქალბატონი მზია ამაღლობელი, მეორე ქალბატონი კიდევ არ გათხრნენ და მაგალითი აჩვენეს თუ როგორი არის ქართველი ადამიანი, ქართველი ქალი. ან ჩემი შვილი და მეგობრები, ლიდერები რა დააშავეს ამ წულკიანის სხდომაზე რომ არ გამოცხადდნენ, ამიტომ უნდა გაეტაცათ ნიკა და დაეჭირათ. მე მოუწოდებ ყველას, ვინც ნიკასთან ერთად ზის და ამ ახალგაზრდებს, არაჩვეულებრივ ხალხს მაგრად იყავით, გამაგრდით. ქართველი ხალხი თქვენ არ მიგატოვებთ. ჩვენ გავიმარჯვებთ აუცილებლად ბოლომდე. ეს მთავრობა დიდხანს ვერ გაძლევს. გამორიცხულია რომ გაცვლოს.